გამარჯობა. ხშირად ისმის კითხვა ხოლმე, რომ რატომ დაიბადა კაცი ქმნილებათაგან ყველაზე ბოლოს და ამაზე ასე თუ ისე ამოვწურო ინფორმაციას მოვგაცვდით. ამრიგად, არსთა სამყაროში კაცი, ეს დიდი და პატიოდებული ქმნილება, ჯერ კიდევ არ მკვიდრობდა, რადგანაც არაჯერ იყო ქვეშევრდომთა უწინარესად მმართველის გამოჩენა, არამედ შემოსვლამდე მეფისა. სამეფო უნდა გამზადებულიყო. მეფეში იგულისხმება ადამი. ამიტომ ყოველთა შემოქმედმა მომავალ მეფეს ერთგვარი სამეფო სასახლე წინასწარ განუმზადა. ესე იყო დედამიწა და კუნძულების ზღვა და ზეცა, რომელიც ამათ ყოველთა ზედა კამარისებრ ჭერად მოდრიგა და ამ სამეფო სასახლეში მრავალფეროვანი სიმდიდრე დააუნჯა. ხოლო სიმდიდრეს მე ვუწოდებ ყველა ქმნილებას, ყველა მცენარეს და ამონაყარს, ყველას, რასაც შეგრძნება აქვს, ყველას, რაც სუნთქავს და ვისაც სული აქვს. თუ სიმდიდრეს ის ნივთიერებანიც უნდა მივათვალოთ, რომელიც ფერადოვნებისა გამო კაცთა თვალში ძვირფასად მიიჩნევიან, როგორც მაგალითად ოქრო და ვერცხლია. ქვებიდან კი ისინი, რომელნიც ადამიანებს უყვართ, სიუხვე მათი, ვითარცა ერთგვარი სამეფო საუნჯე, მიწის წიაღის შიგნით, რის შედეგადაც სამყაროში კაცი წარმოაჩინა, რათა იგი მისთა საკურველებათაგან ზოგის მაყურებელი ყოფილიყო, ხოლო ზოგისაც უფალი. ტკბობით მას მომცემლის გულისხმისყოფა უნდა შეეძინა, ხოლო დაბადებულთა მშვენიერებისა და სიდიდის მიერ შემოქმედის გამოუთქმელი და გამოუკვლეველი ძლიერება გამოეკვია. ამიტომ იქნა შემოყვანილი კაცი ქმნილებებზე ყველაზე ბოლოს, ქმნილებათა შორის. არა როგორც ვინმე შეურაცხი და ბოლოში მიგდებული, არამედ ვითარცა მეფე, ქვეშევრდომთა, რომელსაც მათ ზედა მეუფება დაბადებიდანვე შეეფერებოდა. მსგავსად კეთილი მასპინძლისა, რომელიც სტუმრებს, ვიდრე განამზადებს კერძებს, შინარ მიიწვევს, არამედ ჯერ განამზადებს ყოველივეს, როგორც საჭიროა, სახლსაც დაასუფთავებს და სანადიმო დარბაზსაც და ტაბლასაც შესაფერისად გაამშვენებს. კერძებისათვის სანოვაგასაც მოიმზადებს და თანამეინახეს შემდგომად ამისა მიიღებს. ასევე მდიდარმა და გულუხმა მასპინძელმა ჩვენისა ბუნებისა, ჯერ ეს სახლი ყოველგვარი სილამაზით შეამკო, დიდი და მრავალფეროვანი ნადიმი განამზადა, ხოლო კაცი შემდეგ შემოიყვანა და საქმედ განუწესა არა მოპოვება იმისა, რაც არ ჰქონდა, არამედ ტკბობა იმთა, რაც ებოძა უფლის მიერ. მის აგებულებას საფუძველი ცხოვრებისა ორმაგი დაუდო, შეაზავა რა ერთმანეთს მიწიერი და ღვთაებრივი, რათა ტკბობა, რომელიც თითოეულს ენათესავება და ახასიათებს, ორივეს მიერ ჰქონოდა. ღვთაებრივი ბუნებით ღმერთითაც დამტკბარიყო და მათთან ერთგვაროვანი მგრძნობელობით, მიწიერი სიკეთეებითაც.